სალამი მაყურებელს, დღეს ლევან გახელაძეა ჩვენი სტუმარი და უნდა ვისაუბროთ. მე ვლაპარაკობ ხოლმე, რამდენიმეჯერ მაქვს იმაზე ვიდეო ჩაწერილი, რომ ავრაამ მისეული შეთანხმებები პირდაპირ მნიშვნელობით არა, მაგრამ შემოვლით, გადავლით, გადმოვლით და ოსვენამ ბოდიში რომ ქართულად ვერ ვიხსენებ სიტყვას. ირიბად საქართველოს მთლიანობას მაინც ეხება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისკენ ასე ვთქვათ არის მიმართული პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად. ამაზე ახლა დღეს ლევანი რამდენად დამეთანხმება, არ დამეთანხმება და ლევანი როგორ ხედავს, ამაზე ვისაუბრებთ. მოგესალმებით ყველას. ჩემი აზრით ეს შეკითხვა წარმოიქმნა ბუნებრივად იმის განსაკუთრებით იმის შემდეგ, რაც პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა გამართა შეხვედრა ცენტრალური აზიის 5 სახელმწიფოს ლიდერებთან. განსაკუთრებით მაშინ გახდა აქტუალური ეს ჩემი განსაკუთრებით, მაგრამ მე ამაზე და უფრო ადრე დავიწყე ლაპარაკი, მაშინ როდესაც სოხუმიდან ესე ნიშნის მოგებით მელაპარაკებოდნენ, რომ აი ასადი კი აღარ არის, მაგრამ ახალმაც ხო არ გაიწვია თავისი აღიარება და ახალმაც ხო ანუ არა, რაღაცა ჩვენი დელეგაცია ჩავიდა სოხუმიდანო და ისაო და ესაო და ყველაფერი კარგად არის და მე მაშინ ვამბობდით, რომ ამ ახალს თუ გალეგიტიმურება უნდა და თუ მართლა უნდა რომ პრეზიდენტად ჩაითვალოს მომავალში და არა მორიგი რაღაცა ხუნტის დირექტორად, მაშინ ავრაამის სეულის შეთანხმებებს უნდა შეუერთდეს და როგორც კი ეს მოხდება, ის ავტომატურად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ გაწეულია აღიარება თქო. ამაზე ვაპელირებდი რამოდენიმეჯერ. აღიარება ჩვენ კიდე დაუბრუნდებით, იმიტომ რომ სირია მოდი ცალკე მოვხაზოთ, ხო, როგორც თემა, ოღონდ ცოტა შემდეგ, როცა ჯერ ფართო სურათს რო განვიხილავთ, მე როგორც კონკრეტული ერთი უბანი ამ ფართო სურათის მე დავკონკრეტდეთ სირიაზე. ესე იგი, ფართო სურათი რაში მდგომარეობს? პანორამას თუ გადავხედავთ, ანუ დისტანცირებას გავაკეთებ ცოტა უკმიდან და შევხედავთ მთელ რეგიონს, ჩვენთვის საინტერესო რეგიონს ამ შემთხვევაში რა ხდება იქ. ხდება შემდეგი. ახალი იმპულსი მიიღო ამ აბრაამის შეთანხმებებმა. აბრაამის შეთანხმებების ახალი იმპულსი გამომდინარეობს პირველი, რომ ზაფხულში განადგურდა ირანი, როგორც მთავარი, ასე ვთქვათ, ამ რეგიონში მთავარი მოწინააღმდეგე აი ამ პროცესის, რომელიც ძალიან ფართო არის თავისი არსით. ეს არ არის მხოლოდ ძალიან ხშირად ესმით, როგორც მხოლოდ აი ისრაელის დაახლოება, ასე ვთქვათ, არაფუნდამენტალისტურ შედარებით რბილ არაბულ რეჟიმებთან. აი ასე ესმით ხოლმე, მაგრამ ეს მხოლოდ ეს არ არის. მხოლოდ ეს არის ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი. ეს არის მხოლოდ ანუ შედეგია, თორე რეალურად ხო იმისთვის არის საჭირო, რომ ეს სტაბილურობა ეკონომიკური პროცესებისთვის არის საჭირო ეს და ეს არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არა მთავარი ნაწილი. მთავარი ნაწილი არის მთავარი რატო არის ამაში ასე ჩართული შეერთებული შტატები. შეერთებულ შტატებს სურს, ეს არის გაცხადებული პოლიტიკა ტრამპის ადმინისტრაციის, რომ აი ამ ცეცხლოვან ხაზზე, რომელსაც ადრე ერქვა წინა აზია, ახლო აღმოსავლეთი, როგორც გენებოთ, ისე დაარქვით, ამას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, რომ ეს რეგიონი უაღრესად მნიშვნელოვანი რეგიონი მთელი მსოფლიოსათვის. თავისი რესურსებით და პირველ რიგში რა თქმა უნდა ენერგომატარებლები, თავისი და გამტარიანობით, თავისი უნიკალური მდებარეობით, ხო? რომელიც ასე ვთქვათ, აფრო-ევრაზიის ცენტრს წარმოადგენს, ანუ აფრიკას და ევრაზიას თუ როგორც ერთიანს თავისი ავსტრალიით კიდე სხვათა შორის, ხო? ეს არის გეოგრაფიული სატრანსპორტო კვანძი, შესაბამისად სავაჭრო კვანძი პერსპექტივაში. და ამ დროს, როდესაც ამ რეგიონს უნდა კონდეს მთელი მსოფლიოსთვის, ხაზს უსვა მთელი მსოფლიოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა, როგორც hubs,
როგორც ენერგეტიკულს, ისე სატრანსპორტოს, ისე სავაჭროს, ხო? ამ დროს ეს უნიკალური თავისი გეოგრაფიული მდებარეობით უნიკალური ისე რეგიონი, კომუნიკაციურსაც კი, იმიტომ რომ ინტერნეტის რა რაღაცა თქმა ძალიან რა სერიოზული თქმა უნდა, რა კაბელები თქმა გადის უნდა, ეს ჩვენს ნაწილი ტერიტორიაზე. არის, ხო? ამ დროს ეს რეგიონი 10 წლეულების განმავლობაში, 10 წლეულების განმავლობაში იმყოფება ესეთ უაღრესად ცუდ მდგომარეობაში რუსეთის გამო და გაჭირვებაში. რბილად რო ვთქვათ, არასტაბილურ მდგომარეობაში, რბილად რო ხო, ვთქვათ, ხო? ხო. სადაც გაუთავებლად მიმდინარეობს კონფლიქტების გეოგრაფია და მიმართულება აბსოლუტურად განსხვავებულია. ეს არ არის მხოლოდ კონფლიქტი რაღაც ისრაელსა და პალესტინას და ისრაელსა და საზოგადოებრივ არაბულ სამყაროს შორის, აქ არის უამრავი ჩართული არის კონფლიქტები სუნიტებსა და შიიტებს შორის, კონფლიქტები ასე ვთქვათ, ჩრდილოეთის არაბებსა და სამხრეთის არაბებს შორის და ასე შემდეგ. აქ უამრავი კვანძი არის, რომელიც წარმოიქმნა 10 წლეულების განმავლობაში და რომლებიც არის გასახსნელი, ან თუ კვანძი გახსნას არ ექვემდებარება, მოსაჭრელი. ჩაიჭრას, ხო. და ეს პროცესი დაწყებული არის. ამ პროცესი სინამდვილეში დაიწყო ტრამპის პირველ კადენციაში, მაგრამ მაშინ ქონდა შედარებით რბილი ხასიათი, თუმცა ძალიან შთამბეჭდავი, იმიტომ რომ ძალიან მოკლე ვადაში ისრაელი მაშინ არც ომი იყო უკრაინაში ასეთი დიდი და არც ისრაელში ასეთი მწვავე. ხო, ამაგიტო იყო რბილი. მაშინ ტრამპის ადმინისტრაციამ მოახერხა 22 არაბული სახელმწიფოდან, თუ მეხსიერება არ ვღალატობს, 8 თუ 9 გატეხა ეს ნავსი და ისრაელთან დაამყარა როგორც სავაჭრო, ისე ისე პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დიპლომატიური ურთიერთობები, ხოლო ზოგიერთი მათგანი, მაგალითად მაროკოს სამეფო, რომელიც აფრიკის ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს, ისრაელის სტრატეგიული პარტნიორი არის, სამხედრო სტრატეგიული თანამშრომლობა აქვს ინდონეზე, რომ აი ეხლა იქ ჩატარდა ერთობლივი სამხედრო წვრთნები ძალიან მასშტაბური. ერთობლივი წარმოიდგინეთ არაბული სახელმწიფო, მაროკო ატარებს ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ისრაელთან და იქ მუშავდებოდა ძალიან, ასე ვთქვათ, დეტალები ცნობილი არ არის, მაგრამ მასშტაბიანი რატო იყო? იქ იყო გადასროლილი ისრაელიდან როგორც ესე იგი სახმელეთო, ასევე ჯავშანსატანკო და ავიაცია, ანუ ფართო მასშტაბიანი წვრთნა იყო, რომელიც და სამხედრო ფლოტიც იყო მობილიზებული მაროკოს ნაპირებთან. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ესე ლირიული თუ შეიძლება ითქვას გადახვევა და აი მეორე ეტაპი ტრამპის ადმინისტრაციის, ასე ვთქვათ, მეორე კადენცია დაიწყო პირობითად, ასე ვთქვათ, ჩვენი მაყურებლისთვის უფრო გასაგები რო იყოს ირანზე მასირებული შეტევით. ირანზე მასირებული შეტევა არ გულისხმობს მხოლოდ აი ცნობილ დაბომბვას, რომლის შედეგადაც განადგურდა ირანის ბირთვული პროგრამა, ხო? მასირებული შეტევა მოიცავდა მთელ ფრონტს და პირველ რიგში ეს იყო ჰეზბოლას განადგურება და ცოტათი უფრო ადრე დაწყებული სირიის ამბები, რომელიც დაიწყო აი ერთი წელი ხდება ახლა. აი ახლა გახდება ერთი წელი, რაც ასადის რეჟიმი ჩამოემხო. ამაში მე დიდად ვერ ვხედავ ტრამპის ადმინისტრაციის ცვლილს, იმიტომ რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ იყო ფორმირებული, ჯერ ფორმირების პროცესში იყო. თუმცა ამის რაღაცა გამოიწვია ზუსტად ჰეზბოლას განადგურება, ანუ ჰეზბოლას უფრო სირიას ჰეზბოლა უფრო იცავდა, ვიდრე თვითონ სირია თავის დროს. კი, ხო და აი ეს ჯაჭვი გაწყდა, აი ეს რკალი, ეგრეთ წოდებული შიიტური რკალი გაწყდა. ძალიან დასუსტებული არის ჰუსიტების დაჯგუფება იემენის, ისე ძალიან მნიშვნელოვნად დასუსტდა და ეხლა აი ამ აბრაამის შეთანხმებებმა მიიღო მეორე სუნთქვა. რა თქმა უნდა, პარალელურად ღაზაში პრობლემის გადაწყვეტის გზების გამონახვამაც, ხო? ეხლა რაში მდგომარეობს ეს მეორე ეტაპი? მეორე ეტაპი გულისხმობს იმას, რომ აბრაამის შეთანხმებებს უნდა შემოუერთდეს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყველა ელოდება საუდის არაბეთს და ასევე ავტომატურად, პრაქტიკულად ავტომატურად საუდის არაბეთთან ერთად
ამ შეთანხმებებში შეიძლება უკვე ვიხილოთ სხვა ისეთი მნიშვნელოვანი არაბული ქვეყნები, როგორც არის მნიშვნელოვანს მე გულისხმობ ახლა სიდიდით და თავისი მოსახლეობის რაოდენობით, თორე აქ ეკონომიკები არაბეთის ნახევარკუნძულის არაბული ქვეყნების შესადარისი ეკონომიკა არც ერთ სხვა არაბულ ქვეყანას არ აქვს. მაგრამ აი სიდიდით ხო მაგალითად როგორც არის სუდანი თავის გავლენაც აქვს მას. შეიძლება აქვე ვიხილოთ ლიბია უпростоროდ ლიბიის ლეგიტიმური ხელისუფლება, იცით რომ ლიბიაშიც თავისი პრობლემებია და ასე შემდეგ. მოკლედ იმ 22 არაბული ქვეყნიდან, 22 არაბული სახელმწიფოდან შეიძლება ეს რიცხვი ავიდეს მაგალითად იქ არ ვიცი 20-ზე ან 17-ზე. არა აქვს მნიშვნელობა, ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ, რას ემსახურება ეს ყველაფერი? ემსახურება იმას, რომ რეგიონში დამყარდეს სტაბილური მშვიდობა, რეგიონი გაიხსნას, როგორც არტერია გაიხსნება და ჯანსაღი სისხლი წამოვა, ხო? და ორგანიზმს რაღაც ახალი სიცოცხლე ენიჭება, რაღაც აი ამდაგვარი უნდა მოხდეს ეკონომიკასთან დაკავშირებით, სატრანსპორტო კვანძებთან დაკავშირებით, ჩვენ ყველა აი ამ კონფლიქტებმა განსაკუთრებით მათ ბოლო ფაზაში ჩვენ გვაჩვენეს, რომ რამდენად მოწყვლადი არის აი სატრანსპორტო ნაკადები, ხო? პრაქტიკულად გაჩერდა ნაოსნობა სუეცის არხში. და უზარმაზარ წრეზე დადიან წითელ ზღვაში აი ამ ხუსიტების წყალობით, ამიტომ ეს ყველაფერი უნდა გაიხსნას და ამას აქვს მნიშვნელობა იმიტომაც, რომ აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიიდან სატვირთო ნაკადები უნდა წამოვიდეს დასავლეთისკენ და პირიქით, უნდა ამ ნაკადებმა იარონ უპრობლემოდ. აღარ უნდა იყოს ეს, ასე ვთქვათ, ამ ნაკადების უსაფრთხო გადაადგილება და ყველაზე უფრო ლოჯისტიკურად ყველაზე უფრო ეფექტური გადაადგილება აღარ უნდა შეექმნას პრობლემები. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ამ პრობლემების გამო ესე იგი, ჯერ მომხმარებლის დონეზე, ხო? ამ პრობლემების გამო ძვირდება პროდუქტი, მათ შორის ის პროდუქტებიც, რომელსაც ჩვენ ვყიდულობთ, თქვენ და მე, იზრდება დამატებითი დანახარჯები უსაფრთხოებაზე, ხო? სამხედრო ფლოტების, არმიების, იმეების, ამეების მობილიზებაზე, ეს ყველაფერი ხარჯებია. ეს ხარჯები მე საბოლოოდ აისახება იმ პროდუქციის ღირებულებაში, რომელსაც ჩვენ ვყიდულობთ. ამიტომ მიზანი არის, რომ აი ეს გაიმართოს კარგად. რა ტვირთებზე არის საუბარი? საუბარი არის იმ ტვირთებზე, რომელიც უნდა წამოვიდეს და მოდის და უნდა წამოვიდეს კიდევ მომავალში. ჩინეთიდან, ვიეტნამიდან, ინდონეზიიდან, ინდოეთიდან, მე ახლა იქიდან აქეთ მოვყევი, ხო? იაპონიიდან, კორეიდან და ასე შემდეგ. ეს რეგიონი დღეს არის მსოფლიო ინდუსტრიის ცენტრი, გული, თუ შეიძლება ითქვას, ხო? აღმოსავლეთ აზია და სამხრეთის აზია. ბატონო, ესეა რა, ჭიპს ვეძახი მე. ხო, დედამიწის. მოგწონს თუ არ მოგწონს. და არ მოგწონს კი არა, ძალიან მოგწონს. ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა და სწორედ ეს არის აბრაამის შეთანხმებების მიზანი, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის სამომავლოდ აბრაამის შეთანხმებებს უნდა შეუერთდეს და ეს იგეგმება მაგალითად ისეთი მნიშვნელოვანი მუსლიმური სხვათა შორის სახელმწიფო, როგორც არის მაგალითად პაკისტანი. აბრაამის შეთანხმებებს უნდა მოებას, ყოველ შემთხვევაში აი ამ სისტემას უნდა მოებას ინდოეთი და ამის მიმართულებით გარკვეული ძალისხმევა მიმდინარეობს. აღარაფერს ვამბობ უფრო შორ ქვეყნებზე, მაგრამ იმის გამო, აი ახლა ნელ-ნელა გადმოვერთვებით უკვე ცენტრალურ აზიასაც, ხო? იმის გამო, რომ ეს გლობალური ვაჭრობა იმდენად განვითარდა, იმდენად ინტენსიფიცირებულია და იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ეს საზღვაო და მერე გადმოსროლა უკვე ხმელეთზე, ხო? გზები აღარ არის საკმარისი, იმდენად არის ეს გადიდებული, გაზრდილი და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არსებობს გეგმა
ჩვენ გონია რომ ეს ჩინელების მოგონილი გეგმაა, სინამდვილეში ჩინელები აქ არ არიან პიონერები, უბრალოდ მათ აქტიურად დაიწყეს ამის იმპლემენტაცია, სულ უფრო და უფრო წინ გამოდის ეგრეთ წოდებული შუა კორიდორის გეგმა, შუა კორიდორის პროექტი, რომელიც თავისთავად არ არის ახალი. ეს არის ანუ თავის ძველ ფორმას უბრუნდება ეს ყველაფერი. ახალი აბრეშუმის გზის, რომელიც 90-იანი წლების პროექტი იყო, ახალი აბრეშუმის გზის პროექტის რეანიმირება უკვე თანამედროვე პირობების გათვალისწინებით. და ეს გულისხმობს ამ ნაკადების მოძრაობას არა მხოლოდ სამხრეთის მიმართულებით, არამედ ცენტრალური მიმართულებით, ანუ ცენტრალური აზიიდან, ამიერკავკასიიდან და შემდეგ დასავლეთისკენ. აი ამ პრობლემის ეს ხო, ანუ უფრო ცოტა შორს კიდე სიღრმეში რო წავიდეთ ისტორიაში, ეს ხო 90-იანების არ არის, ანუ საუკუნეების წინაც ეს იყო. ხო. მაგრამ 90-იან წლებში წამოვიდა ახალი აბრეშუმის გზის იდეა. ეს იდეა იყო, სხვათა შორის ამ იდეის გარკვეულწილად ნაწილია ბაქო ჯეიხანის ნავთობსადენის გახსნაც. ეს იდეა იყო, რომ საქართველოს უნდა გამხდარიყო სატრანსპორტო ჰაბი, ეს ყველაფერი 90-იანი მერე 2000 და ანუ 90-იანებში გაღვიძება ამ იდეის იმან მოიტანა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა და გაჩნდა ამის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა. თორე საბჭოთა კავშირამდე და რუსეთამდე ამ რეგიონში კიდე ეს ყველაფერი ისედაც მუშაობდა. კიდე იმან, რომ რუსეთმა ინიცირება გაუკეთა უამრავ კონფლიქტს მაშინ ჯერ ჩვენი ჩრდილოეთით, ხო? მაგალითად იქ ჩეჩნეთში აი ეს კონფლიქტების ხაზი მიდიოდა ამიერკავკასიის ჩრდილო კალთებზე, ჩრდილო და სამხრეთ კალთებზე. აფხაზეთის კონფლიქტი, ცხინვალის ჩეჩნეთის კონფლიქტი, ყარაბაღის კონფლიქტი და იქ წარმოიშვა იდეა, რომ რაღაცნაირად ამ სიტუაციიდან ეს რეგიონიც გაუმძვრალიყო. აი, სწორედ ამ იდეების, აი ამ ფართო სურათის განსახილველად მიიწვია ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ ცენტრალური აზიის რესპუბლიკების ლიდერები და იქ სწორედ ამაზე იყო მსჯელობა და მით უმეტეს ეს აქტუალური არის იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთი როგორც ერთ-ერთი მარშრუტიზატორი ამ გლობალური ვაჭრობის ეთიშება, პრაქტიკულად გამოეთიშა ამ თამაშს. იმიტომ რომ უბრალოდ მინდა შეგახსენოთ, ჩინელების გეგმა იყო ასეთი, ესე იგი, ჩრდილოეთის დერეფანი, შუა დერეფანი და სამხრეთის დერეფანი. ჩინელები ასე ეძახდნენ ამას. აი ახლა საუბარი არის იმაზე, რომ ჩრდილო დერეფანი, მოდი ცოტა ხანი ამ ჩინელების ტერმინოლოგიით იმას ვთქვათ, იმიტომ რომ უფრო გასაგებია, ხო? გეოგრაფიულად გასაგები არის. ჩრდილოეთის დერეფანი, ანუ ტვირთების მოძრაობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და შემდეგ ევროპაში ჩაიკეტა, პირდაპირ გაგებით ჩაიკეტა თან. ესეთი გადატანითი მნიშვნელობით კი არა, პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ პოლონეთმა ჩაკეტა თავის საზღვარი რუსული ტვირთებისათვის, ბელორუსიასთან საზღვარი ჩაიკეტა. იგივეს აპირებენ მე რამდენადაც ვიცი ბალტიის რესპუბლიკები და აი ახლა გუშინ რამდენიმე დღის წინ იყო რომ ინფორმაცია რომ საზღვარი ჩაკეტა იმანა ფინეთმაც. მორჩა დამთავრდა. ანუ უკრაინიდან ცხადია რომ ვერაფერი ვერსად ვერ ივლის და რუსეთის ტერიტორიაზე ტვირთების გადაადგილება თუ არ განულდა ნულთან ახლოსა. მე გულისხმობ ტვირთები, რომელიც უნდა მოდიოდეს, თქვა, ჩინეთიდან და იქიდან, შორეული აღმოსავლეთიდან. ამიტომ შუა და სამხრეთის დერეფნების თემა ძალიან გააქტიურდა. როგორც უკვე გითხარით, აბრაამის შეთანხმებები უკავშირდება ამ სამხრეთის დერეფანის გასუფთავებას, გამოსუფთავებას, მის წესრიგში მოყვანას და ავტომატურად ჩაერთო და ბუნებრივია საკითხი მომწიფებულია მით უმეტეს რომ შუა დერეფანმა მიიღო ახალი სტიმული, მაგალითად იგივე ზანგეზურის კორიდორის გახსნით, აზერბაიჯანისა და სომხეთის
მრავალაწლიანი კონფლიქტის მოგვარებით და ბუნებრივია აქ თამაში უნდა შემოვიდნენ უკვე ცენტრალური აზიის ქვეყნები, რომლებიც ამ კონფლიქტების გამო იყვნენ ჩაკეტილი და ასე თქვა თავის წვენში იხარშებოდნენ მაპატიეთ ესეთი გამოთქმისათვის, ხო? ასე თქვა მათ გასასვლელი არ ქონდა ჩრდილოეთისკენ რუსეთის გამო, აქეთ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტების ერთის მხრივ აზერბაიჯანულ და სომხეთის კონფლიქტს გულისხმობდა, მეორეს მხრივ საქართველოს მთავრობის აბსოლუტურად დესტრუქციული პოლიტიკის გამო მათ აქეთაც ასე ვთქვათ, აღარ ქონდათ გამოსავალი და ანუ რეგიონი, მთელი ამხელა უშველებელი რეგიონი ცენტრალურ აზიას გულისხმობ, ხო? რების კონი ქვეყნები არიან, იქ არიან სუსტად განვითარებული სახელმწიფოებიც. მათი სუსტი განვითარება რუსეთის ბრალია და ეშველება მაგ სუსტ განვითარებას მომავალში. რა თქმა უნდა, მაგრამ არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკურად საკმაოდ ძლიერად განვითარებული, მაგალითად იგივე ყაზახეთი, მაგალითად იგივე უზბეკეთი. თურქმენეთი, რომელიც სრულებითაც არ არის ხელწამოსაკრავი სახელმწიფო, იმიტომ რომ ფენომენალური რესურსები გააჩნია, ხო? სხვა საქმეა, ეხლა პოლიტიკურ სისტემას არ ვეხები, ეკონომიკაზე მაქვს რა ლაპარაკი. და ეს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი მოითხოვს გამოსავალს, მოითხოვს ინვესტიციებს. ჯერ მოითხოვს რუსეთისგან გათავისუფლებას და მერე რა თქმა უნდა, ამის გარეშე არაფერი არ გამოვა, იმიტომ რომ იქ თათი აქვს დადებული და მეტნაკლები ინტენსივობით. მაგალითად, რეგიონის ალბათ სამწუხაროდ ყველაზე უფრო ეკონომიკურად ჩამორჩენილი ქვეყანა კირგიზეთი არის უზარმაზარი, ფენომენალური ბუნებრივი რესურსების მქონე სახელმწიფო არის. ფენომენალური რესურსები არის, ბუნებრივი, გინდა ჰიდრორესურსები, გინდა წიაღისეული რესურსები და ასე შემდეგ და აი ეს სწორედ იმიტომაც არის ყველაზე უფრო ჩამორჩენილი ეკონომიკურად, რომ იქ რუსების გავლენა ყველაზე მოჭერილი აქვს მარწუხები. ყველაზე სერიოზულია სამწუხაროდ. და მოკლედ ძალიან გამიგრძელდა, მაგრამ მე მგონი მიზანი ნათელია, ხო? ესე იგი, და ამერიკის ადმინისტრაცია გამოდის აქედან ტრამპის და მისი კოლეგების სამშვიდობო რიტორიკა აქედან გამომდინარეობს. გახსოვს ხო ბავშვობაში ეს ცნობილი მულტფილმი კატა ლეოპოლდზე, ხო? აი შვიდობით ვიცხოვროთ რა გვინდა, აი იმიტომ რომ შენც კარგად იქნები, მეც კარგად ვიქნები და აი ეს ორი ვირთხა თუ წუწუნა, ხო, რომელიც გვიშლის ხელს ლეოპოლდს უპირისპირდება გაუთავებლად, ხო? ჩემი აზრით განასახიერებენ აი ეს უფრო მსუქანი და დიდი რო არის რუსეთს და ის მეორე პატარა რო არის, ნუ ალბათ ირანი, ხო? აი ესე არის, აი ამ რეგიონზე რა ხავ ლაპარაკობთ რა. ამიტომ მოხდა ეს შეხვედრა, გაიმართა ეს შეხვედრა და ძალიან ნიშანდობლივია, რომ ამ შეხვედრის ერთ-ერთ ფინალურ აკორდად თუ შეიძლება ასე ითქვას, იქცა ის, რომ ყაზახეთი შეუერთდა აბრაამის შეთანხმებებს. ყაზახეთმა ისრაელთან გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება და ეს სწორედ სიმბოლურად გამოხატავს იმას, რომ შუა და სამხრეთის დერეფნები არის ერთი დიდი და მნიშვნელოვანი საქმიანობის ორი სხვადასხვა უბრალოდ გეოგრაფიულად ოდნავ განსხვავებული განშტოება. თორე ეს აი აქ შუაში ვართ ჩვენ ყაზახეთის და ისრაელის. ხო, ერთი დიდი პროექტის ნაწილებია და შეგვიძლია უკვე ერთ დიდ პროექტად მოვიაზროთ. ყველამ დაინახა ამ აქტით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ იყო თვალსაჩინო, ჩვენ ახლა რაზეც ვსაუბრობთ, ბევრისთვის. რომ თურმე აბრაამის შეთანხმებები ეს არ არის მხოლოდ ისრაელისა და არაბების შესახებ. ჩემთვის იყო გასაგები, რომ ეს ძალიან გვეხება. მე ვსაუბრობ ჩვენი მაყურებლებისთვის, ალბათ ბევრისთვის ეს არ იყო. ეხლა ამ ბუნებრივია იბადება ერთადერთი და მნიშვნელოვანი შეკითხვა ჩვენი ქართული აუდიტორიისათვის, ხო? მე სად არის აქ საქართველოს ადგილი, როლი? ცენტრშია, მის გარეშე ეს ყველაფერი ვერ შედგება.
ისა ხმა დაიკარგა ვის გარეშე? საქართველოს გარეშე ეს მთელი სურათი ვერ შედგება. ხო, რა თქმა უნდა. ჯერ ეს ერთი მე მინდა შევახსენო ჩვენს მაყურებელს ორი მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ გაკეთდა. ერთი გაკეთდა თურქეთში, მეორე გაკეთდა აზერბაიჯანში. და ორივე ეს განცხადება მიმართული იყო იქითკენ, რომ აუცილებელი არის რომ ზანგეზური არ ყოფნის. ხო, არ ყოფნის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის აი ამ ახალქალაქის რკინიგზის ასე ვთქვათ მოდერნიზაცია, რომელიც თურქეთში მიდის, ხო? აი ახლა ორ სიტყვას ჩავაკვეხებ. ძალიან ხო არსებობს ეს ნარატივები, თურქეთიც ოკუპანტია და აზერბაიჯანიც მტერია და გარეჯი წაგვართო და რაღაცა ისე მტერი რო იყოს რომელიმე, არასდროს არ იტყოდნენ, რომ ზანგეზური არ არის საკმარისიო და საქართველოს აუცილებლად საჭიროა. ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენი ძალიან დიდი მეგობრები არიან, ოღონდ ჩვენი და არა ივანიშვილის. ხო, რა თქმა უნდა. და ჩვენი თურქი და აზერბაიჯანელი მეგობრები ძალიან ასე ვთქვათ მონდომებული არიან, რომ აი ეს ყარსი ახალქალაქის რკინიგზა, რომელიც კოცების ხელისუფლებას მიგდებული აქვს, აი გერივით არის რა, რომელზეც არ ზრუნავენ, არც მის მოდერნიზაციაზე და ასე შემდეგ, რომ ეს რკინიგზა გაფართოვდეს, არა თუ უბრალოდ ფორმაში მოვიდეს, როგორც ვთქვი, არამედ გაფართოვდეს, ხო. გაფართოვება კი რას ნიშნავს? ეხლა ნებისმიერი სარკინიგზო ხაზის გაფართოვება ნიშნავს მაგალითად ორმხრივი მოძრაობის შექმნას, ხო? ანუ იმხელა ტვირთ ბრუნვებზე არის საუბარი, რომ ყარსი ახალქალაქის რკინიგზის ორმხრივობაზე საუბარი, ეს არის ძალიან სერიოზული ამბავი. ესე იგი, ძალიან დიდ გადაზიდვებზეა ლაპარაკი. ეს ერთი მიმართულება საქართველოს ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, და მეორე თვალსაჩინოა ეს დასავლეთისკენ ანაკლია და ასე შემდეგ იქეთ, ხო? და შესაძლოა ანაკლიაც აღარ გვეყოს მომავალში და ოჩამჩირეში ის მოგვიწიოს კიდე დიდი პორტის აშენება. ხო, ოჩამჩირეში არ იქნებოდა ცუდი, ნამდვილად. იმიტომ რომ ოჩამჩირის იმისი ხურის ფორვატერი მისადგომები ყველაზე კომფორტულია, მე მგონი, რაც კი სანაპიროზე გვაქვს. საქართველოს სანაპიროზე ყველაზე ღრმაწყლოვანი ადგილია ოჩამჩირი. ანაკლიაზე უფრო ღრმაწყლოვანი არის. კეთილი. მოკლედ, საქართველოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს როლზე გარწმუნებთ ფიქრობენ, ანუ ივითარებაზე. ხა კიდევ უფრო ახლოს მოვიდეთ, ხო? ფოკუსი უფრო ახლოს მოვიტანოთ ივითარებაზე, რომელიც საქართველოში არის შექმნილი და ჩემი აზრით აქედან გამომდინარე ეს ვითარება, რომელიც საქართველოში მე გულისხმობ როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით და ეკონომიკური თვალსაზრისით, რომელიც არის შექმნილი, დიდხანს ვერ გაგრძელდება. რაღაცა კვანძის გახსნა იქნება. მე აბსოლუტურად გამოურიცხავ რაიმე გარე ტიპის, აი ვთქვათ, ინტენსიურ ჩარევას ამ ამბავში. ხო? მაგრამ ხელშეწყობა სხვანაირი, ასე ვთქვათ, სხვა მხრივ ყველანაირი იქნება. მათ შორის ადგილობრივი ელიტების, მათ შორის მართველ ელიტების შიგნით ბზარების შეტანა, წაქეზება და ასე შემდეგ. ამის ნიშნებს რო ხედავთ კიდეც. თუ კარგად დავაგვირდებით. ახლა ხანს მაია ორჯონიკიძემ დაწერა პოსტი, რომ ის ნოდია რო გაექცა, ანუ დაცვის უფროსი ერთ-ერთი ისეთი ყველაზე ახლოს, ვინც იყო ბიძინას ხეულთან ამერიკაში რო გაიცადა თავშესაფარი, რომ მოითხოვა, რომ ეს თითქოს, ანუ მისი მოფიქრებული არ იქნებოდა ეს, რომ თვითონ ამ შეისაძლოა ამერიკის ინიციატივა იყოს საერთოდ, რომ თითქოს გააცალაო და წინასწარ გარანტია მისცესო და მერე გაბედაო წასვლაო და ამაზრს რამდენად ეთანხმებ? ნუ ასე თუ არაუც არსებობის უფლება აქვს, საკმაოდ დიდი ალბათობა არის ამის. ხო, იმიტომ რომ მე ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთ ცხეულთან მიახლოებულ ადამიანმა გაბედა გაქცევა და რომ ეს რო გამოუვიდა, ეს გასაკვირია, რომ უბრალოდ არც ის ვარიანტი უნდა გამოურიცხოთ, რომ იმდენად შიზოიდურ ფაზაშია გადასული რეჟიმი, იმდენად შიზოფრენიულ ფაზაშია
რეჟიმი გადასული, რომ ამ ადამიანს შესაძლოა ქონდა ინფორმაცია, რომ მის წინააღმდეგ რაიმე რეპრესიულ ღონისძიებას აპირებდა იგივე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც და ფიზიკურად რო გააღწია და არ მოკლეს, ეს ძალიან გასაკვირია. ხო და შეიძლება თვითონ დაუკავშირდა სპეცსამსახურებს და ასე ვთქვათ, მათი დახმარებით გავიდა, ოღონდ სხვა მიზეზზე ვსაუბრობთ, ხო ხედავ, ხო ხო, ანუ იქიდან კი არ წამოვიდა ამანი. საბაბი რა იყო? ჩვენ იმდენად შიზოფრენიულ ეპოქაში ვცხოვრობთ საქართველოში, ელისო, რომ ესეც შესაძლებელია და ისიც შესაძლებელია. ანუ ორივე ვარაუდს არსებობის უფლება აქვს. ჩვენ ხედავთ ყოველ დღე იჭერენ აი გუშინდელ მის ყველაზე უფრო ახლო ადამიანებს, ხო? მე გულისხმობ ივანიშვილის. ყველაზე უფრო ახლობელ ადამიანებს იჭერენ. არ არის გამორიცხული, რომ ამ ადამიანის მიმართაც რაღაცა ეჭვები ქონდა და რაღაცას უპირებდა, მე სულებითაც არ გამორიცხავ რა. ორივე ვარიანტს მე ვანიჭებ დაახლოებით 50%-იან ალბათობას. ალბათობას კი, ამიტომ ნახე ახლა. მე ნუ პირველი ის რომ უკვე სურათი, დიდი სურათი რომ დავხატეთ და რომ ვაჩვენეთ რომ ამ დიდ სურათში საქართველოს უმნიშვნელოვანესი და ლამის ცენტრალური ფაზლია, ეს ნახეთ. და მერე კიდე როდესაც ტრამპმა პირველად დაიწყო ამ პროექტის განხორციელება, რასაც მისეულის შეთანხმებები ქვია, მაშინვე მიიღო ის კანონი, რომ ვინმე თუ აღიარებს აფხაზეთს და ცხინვალს დამოუკიდებლად, ანუ პარალელურად მოხდა თითქმის ეს ორი ამბავი. მაშინ უკვე ანუ ჩანდა და ნათელი იყო, ანუ მე მაგალითად რა თქმა უნდა მაშინ ამას ვერ ვხედავდი ეს ახლა უკვე ახლა დავინახე, შარშან დავინახე მაგალითად, რომ ამას აქითკენ უნდა წაიყვანოს. და ეს რო დავინახე, მე გავხდი ტრამპის ძალიან დიდი გულშემატკივარი. და დავიწყე მასზე საერთოდ არხზე ლაპარაკი, მანამდე არ მილაპარაკია, სანამ ეს დიდი სურათი არ დავინახე. ხო და ანუ მაშინ უკვე ანუ შენ მაშინ წარმოგედგინა, რომ ასე უნდა განვითარებულიყო, როდესაც თუ არ მიანიჭე მაშინ იმას, რომ არ უნდა აღიარონ არავინ აფხაზეთი და ცხინვალი, ასეთი დიდი მნიშვნელობა. ანუ ეხლა ჩვენი ანალიზის მეორე ეტაპზე გადავიდეთ. ჩვენ თავიდანვე მოვხაზეთ, რომ ჯერ მოდი ფართო სურათს შევდოთ და მერე კონკრეტულად ბუნებრივია ახლა საუბარია სირიაზე, მის მიერ აფხაზეთის აღიარების უკან წაღება არ წაღებაზე, ხო? ხო, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. ამიტომ შენი ნებართვით მცირე, ასე ვთქვათ, ისტორიული ექსკურსი ამ ვითარების, ხო? ნუ გასაგებია ასადის რეჟიმმა აფხაზეთი რატომაც აღიარა, რა თქმა უნდა პირველი და განმაპირობებელი ესა პუტინი იყო, თუმცა ამას სხვა ფორმალური საფუძველიც ჰქონდა, რას გულისხმობ, ფორმალური ასადის რეჟიმისთვის და არა ჩვენთვის, ბუნებრივია, ხო? რითი გაამართლა, თქვა თავის საზოგადოებაში, სიტყვაზე ვამბობ, ხო? გაამართლა იმით, რომ მე-19 საუკუნეში აფხაზეთიდან გადასახლებული მოხაჯირების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, აფსუების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი აფხაზების ჯერ ესეთი მოხაჯირება მოხდა ოსმალეთის იმპერიაში, ეს ხო, ვიცით ხო, ოსმალეთის იმპერიაში. ოსმალეთის იმპერიაში რადგან მოხდა, არ უნდა გვიკვირდეს, რომ ამ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი აღმოჩნდა ზოგი სირიაში, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის იორდანიაში, ბევრი არიან და ისრაელშიც კი არის, აღარ მახსოვს, ერთი თუ ორი სოფელი დასახლება. რატო? იმიტომ რომ ეს ტერიტორია იყო ოსმალეთის იმპერიის ტერიტორია, მაშინ პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე და ბუნებრივია ეს მოსახლეობა გაიფანტა, ნაწილი არის აი ტრაბზონში არის კონცენტრირებული ნაწილი, მაგრამ უფრო დიდი ნაწილი აი მაშინ გაიფანტა და მაგალითად თქვენ რო თუ დაინტერესდებით და ნახავთ იორდანიის მეფის პირადი გვარდია, დაგუგლეთ
როცა იორდანიის მეფე გამოდის და ათვალიერებს თავის პირად გვარდიას. ეს არიან ჩოხებში და ფაფახებში ჩაცმული აფხაზები, ცნობისათვის. აფხაზები და გამლუქები. არა, აფხაზები და ისინი, რა ქვია, ჩერქეზები. იმიტომ რომ მოხაჯერობა მარტო აფხაზებს არ შეეხო, ესე იგი, ეს ჩერქეზები და აფხაზები ერთად გულისხმობ, საკმაოდ დიდ დიასპორებს ქმნიან. ამიტომ ვითომ ამითაც იყო, რომ აი ჩვენს აფხაზ ძმებს თუ რა ვიცი, თანამოქალაქეებს ასადმა ეგ თქვა, რომ აი რევერანსი გაუკეთა რა, მაშინ ესეთი პირებულ აფხაზეთში რეპატრიაციის პროგრამა მუშაობდა, სანამ პუტინმა არ გააუქმა სირიიდან გადმოსახლებული ძველი აფხაზების და მათთვის რაღაცა პირობების შექმნა და რაღაცა ასე ჩამოსახლდა 700 ოჯახი და მე ეს ხალხი მინახავს იქ როგორ დასეირნობდნენ ამ იმას მუსულმანურ ოღონდ მარტო ქალებს არ აცვია, კაცებსაც აცვიათ ეს გრძელი კამები და ასე დადიოდნენ, მაგრამ ხო, მე შეაჩერეს, მე ვიცი ეს პროგრამა შეაჩერეს და ზოგი მე მგონი იძულებული გახდა რომ უკან წასულიყო იმდენად, ანუ მე გაუპრობლემეს იქ ყოფა რომ არა, პრობლემა იყო მრავალმხრივი. პირველი რომ თავად რუსებს არ ჭირდებათ არაფერში აფხაზეთის ძალიან ანტირუსები იყვნენ ეს ნაწილი საზოგადოების ძალიან სასტიკად ანტირუსი იყო და ამ ანტირუსობას აღვივებდნენ, რა თქმა უნდა. ეს ერთი და მეორე აფხაზეთის დღევანდელ მკვიდრებსაც იმდენად კულტურულად დაშორებული არიან, რომ ეს ბუნებრივია ესე იმუშავებდა და ამას თავის მიზეზი აქვს. ეხლა დაუბრუნდეთ ჩვენს დღევანდელობას, ხო? ეს გასაგებია ასადმა, ეს რატომაც გააკეთა, სხვათა შორის ძალიან ცუდი არის მაგ ამბავში ანტიოქიის საპატრიარქოს როლი, ეს მინდა რომ ვიცოდეთ. ანტიოქიის საპატრიარქო არის სამწუხაროდ მოსკოვის საპატრიარქოს აი ეს ფილიალად არის ქცეული, ანტიოქიის უძველესი ეკლესია დღეს არის რუსული მოსკოვის საპატრიარქოს აი ესეთ ვთქვა, ფეხის ბიჭებად არიან გადაქცეული, ძალიან ცუდი როლი შეასრულეს და მოხდა ის რაც მოხდა, ხო, შარშან დეკემბერში აჯანყებულთა ლიდერი აშარა დღევანდელი ის თავს პრეზიდენტს არ უწოდებს, მე სხვათა შორის ამას პატივს ვცემ და ვაფასებ, ის დროებით ხო, სხვები ეძახიან, ამერიკელებიც კი ეძახიან. ის თავს ეძახის დროებით, რაც სწორია, ანუ სწორად აქვს არტიკულირებული ყველაფერი და ის ამბობს, რომ აი რომ ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები ქვეყანაში, დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შემდეგ, ვისაც აირჩევს ხალხი და ასე შემდეგ. თუმცა რამოდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწია მან და საინტერესო ამ პროცესზე დაკვირვება და ეს მოგცემს მერე აი იმ სათვალეს, რითაც კარგად დავინახავთ ჩვენი პრობლემის გადაწყვეტის გზებს. გარდა იმისა, რომ თვითონ სირიაში მან პრინციპში ისტორიულ ჭრილში ძალიან მოკლე დროში მოახერხა სიტუაციის დარეგულირება. ხო? ჩვენ რაღაც არ გვესმის, ხო? რაღაც რომ მიმდინარეობდეს იქ რაღაცას ბრძოლები. არა, რამოდენიმე აფეთქება იყო. ერთადერთი იყო აფეთქება, აი ამ დრუზებთან დაკავშირებით იყო რაღაც ესეთი სერიოზული პრობლემა, მე გულისხმობ შიდა დაპირისპირებები. თავარი, ასე ვთქვათ, დაპირისპირების ხაზი, სადაც გადიოდა ასადის თემა დახურულია მთლიანად სირიაში. შემდეგ ყველა ელოდებოდა, რომ მას დაუპირისპირდებოდნენ მისივე ყოფილი ძმაკაცები, ესე იგი, ექსტრემისტური ისლამისტური ორგანიზაციებიდან, რომლებმაც ცადეს სწორედ მათი ის იყო, ეს დრუზების გენოციდის ცდელობა და აქაც საკმაოდ, ასე ვთქვათ, როგორ ქვია მაგას, მათრახის და თაფლაკვერის პრინციპი გამოიყენა აშარამ და დაალაგა ეს სიტუაცია. საკმაოდ ნორმალიზებული აქვს ვითარება ისრაელთან, ყველა მეზობელთან და რა თქმა უნდა, მან არ დაიშურა და რამოდენიმე მნიშვნელოვანი რევერანსი გააკეთა ამერიკელების მიმართულებით. კალათბურთიც კი ითამაშა. ამერიკაში ვიზიტამდე მან
ის ჩავიდა მოსკოვში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. მე მოგახსენეთ ჩემ აზრს, იმიტომ რომ ერთობლივი კომუნიკე არ გამოქვეყნებულა, იყო რაღაცა აი პესკოვის უწყების რაღაც პატარა ისა როი შეხვდნენ, თბილ ვითარებაში ჩაიარა, რომელიც არაფერს არ ნიშნავს, ხო? ჩემი ვარაუდით აშარამ მიაღწია რუსებთან შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ ეტაპობრივად ის დაფარავს ან რუსებთან ვალებს, იმიტომ რომ ვალი აქვს, ძალიან დიდი ვალი აქვს, სახელმწიფო ვალი აქვს სირიას რუსეთთან და ასევე მან მე ვფიქრობ მიაღწია შეთანხმებას იმასთან დაკავშირებით, რომ აი ეს გაიცვალა იმაში, რომ რუსებს აღარ ექნებათ არანაირი პრეტენზიები იქ სამხედრო ბაზებზე და ასე შემდეგ. ანუ მან მიაღწია რუსეთის ეტაპობრივ გასვლას, ჯერჯერობით რუსების ხელმოწერა ხო იცი რა ღირს ნებისმიერ ქაღალდზე, მაგრამ რაღაცას მიაღწია და როგორც ჩანს ის კოორდინაციაში იმყოფებოდა ამ საკითხებთან დაკავშირებით, კოორდინაციაში იმყოფებოდა ამერიკელებთან და მე ეგრევე ძალიან სწრაფად მოხდა ვიზიტი ვაშინგტონში, სადაც აი აქ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები გამოჩნდა. ჩვენ ვიცით, იქაც ესე იგი არ ჩამოიწერა ესე პუნქტობრივად, მაგრამ რამოდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი ვიცით, რაც მოხდა. მოხდა ის, რომ შესაძლოა სირიაში გაიხსნას ამერიკული სამხედრო ბაზა. ჯერ ეს პირდაპირ არ არის დეტერმინირებული, მაგრამ ხო, და ამით შესაძლებლობა დაიდო. ამერიკელებმა მოხსნეს 180 დღით, მიაქციეთ ყურადღება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, 6 თვით. მოხსნეს ყველა სანქცია სირიაზე. არ მოხსნეს სამუდამოდ 180 დღით. აი ეს ჩემი ვარაუდით ეს ის 180 დღეა, რომელშიც უნდა გამოჩნდეს სირია შეასრულებს თუ არა რუსეთის გაგდების პროცესი. შენ პირდაპირ ესე ვთქვათ, აიჭახე და კი, ზუსტად ეგ არის. რამდენად სირია ჩაეხსნება, რამდენად სწრაფად და იმ გრაფიკის მიხედვით, რომელიც არის შეთანხმებული, ჩაეხსნება რუსეთს. ირანთან რო ჩაწყვეტილია ყველანაირი ურთიერთობა, ეს ცხადია, მაგრამ ეხლა მოსკოვზეც უნდა გაიაროს ამ ყველაფერმა და მე ვფიქრობ, რომ შემდეგი ეტაპი, თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, იქნება ამერიკელების მონიტორინგის ქვეშ არჩევნების ჩატარება სირიაში. ფორმალურად გაერო და ვიღაც ეგეთი ტიპები იქნებიან, რა თქმა უნდა, მაგრამ რეალურად დე-ფაქტო ეს იქნება ამერიკელების ესეთი ძალიან დაჟინებული მზერის ქვეშ ჩატარებული არჩევნები, რომლის შედეგად უნდა იქნას არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება. მანამდე, აი ახლა მივადექით ჩვენს თემას. მე ჩემს მოსაზრებას გეტყვი ამასთან დაკავშირებით, მანამდე მე თვითონ როგორც ქართველს საერთოდ არ მინდა, რომ დროებითმა მთავრობამ სირიის გაიწვიოს უკან აფხაზეთის აღიარება. მე მინდა, რომ ეს აღიარება გაიწვიოს საქართველოსაც დროებით. ერთი წამი, ჯერ სირიაზე ვილაპარაკოთ, ხო? მე მინდა, რომ ეს გააკეთოს სირიის ლეგიტიმურმა მთავრობამ. ამას გაცილებით მეტი ძალა და მეტი ის ექნება, ხო? სხვათა შორის უკან გაწევა ერთი შემთხვევა ვიცით, ნაურუს შემთხვევა ვიცით. პულიც უკან დააბრუნა. გაიწია და თან მიუგდა რუსეთს თავის ფული. კი. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს გააკეთოს ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ, იმიტომ რომ ჩვენ თვითონაც უნდა დავწმუნდეთ შენც მეც და მთელი საზოგადოებაც, რომ ის რაც ხდება სირიაში არ არის დროებითი ამბავი. რომ ხვალ კიდე რაღაცა გადატრიალება არ მოხდება და ის ახალი ვიღაც ისევ არ მოატრიალებს ქვეყანას სხვა მიმართულებით. ამ ჩვენთვის თავარია დავინახოთ, რომ ეს ქვეყანა იწყებს სვლას რაღაცა ცივილიზებული სამყაროსკენ. და მე შეიძლება გაგვიჩნდეს ეს პრეტენზიები, რაზეც მე და შენ ვსაუბრობთ, ხო, რომ გაიწვიე ახლა აღიარება, შენ თუ გინდა რომ ცივილიზებულ სამყაროსთან იყო, მაშინ ესეა. ჯერჯერობით ჩვენ ვხედავთ რაღაც ნიშნებს, მაგალითად,
ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ აშარამ აიღო ვალდებულება, რომ ალ-ყაიდას და ISIS-ის განადგურების ოპერაციებში ითანამშრომლებს ამერიკელებთან ერთად. არა და ISIS-ის წევრი თუ ერთ-ერთი ის იყო არა, რაღაცა. ალ-ყაიდაში იყო, ISIS-ში არ იყო. ალ-ყაიდაში იყო, ხო? ხო, მაგრამ ნუ ახლა ჩვენთვის ისა რა ქვია, გელსა და მგლისფერ ძაღლს შორის განსხვავება არა მოგეხსენებათ. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი ეს 180 დღიანი ვადა და მისი გასვლა და ამერიკელების ამაზე რეაქცია ძალიან ბევრ ამას გვაჩვენებს. ჩვენ ამდენი წელი სადაც მოგვითმენია, რომ სირიამ არ გაიწვია ეს აღიარება, ხო, ჯობია მოვითმინოთ კიდევ და ამ მოთმენას კიდევ ერთი პარამეტრი აქვს. ხო? აი ახლა ვიტყვი. რომ ვიღაცაებმა პლუსები არ დაიწერონ თავის თავს. მე მაგალითად რა თქმა უნდა როგორც ქართველს მე სიამოვნება ნებისმიერ შემთხვევაში გინდა ნიკარაგუამ, გინდა ვენესუელამ და გინდა სირიამ, ეს სამი მეტნაკლებად ისეთი სახელმწიფოა. ვენესუელა და სირია ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ოდნავწონიანები კი. ხო, ეხლა ნიკარაგუა იქნება თუ არა ამ ფერხულში ჩამული, ნაკლებად გვაინტერესებს რა. თუმცა მანაც უნდა გაიწვიოს. იქაც ალბათ ოდესღაც იქნება იმ ქვეყანაშიც გამოანათებს მზე. ხო, ჩვენთვის თავარია ამ სახელმწიფოებმა გაიწვიონ, მაგრამ მოდი გულზე ხელი დავიდოთ და პირდაპირ თქვათ, რომ ამ წარმატებას მიიწერს სრულიად დაუმსახურებლად, მიიწერს საქართველოს დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ ვთქვათ, სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით ირჯება. სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით ირჯება. ყველაზე დიდი საფრთხე ჩვენ რაც გველის, მე ვფიქრობ, რომ შენს აუდიტორიას ამის შეხსენება არ ჭირდება, იმიტომ რომ ამ თემებში ჩართული არის ის ძალიან სახიფათო დუმილი, რაც მოყვა რუსეთის განცხადებას, მორი განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს აფხაზეთთან და ცხინვალთან უნდა სამშვიდობო ხელშეკრულება თავდაუსხმელობის შესახებ მოაწეროს ხელშეკრულებას ხელი. ანუ ეს ამაზე უფრო სახიფათო ის არის, რომ დემარკაცია უნდა დავიწყოთო, იმიტომ რომ ამ ხელშეკრულებაზე 2008 წლიდან ლაპარაკობენ და დემარკაციის პროცესი უნდა ჩავატაროთო, ეს უფრო რაღაცა ცუდ რაღაცაა. დემარკაციის პროცესი, მე გეტყვით რაც იქნება დემარკაციის პროცესი. ეს არ იქნება, ამ შემთხვევაში ეს არ გულისხმობს ჩვენი შიდა საზღვრების გადახებას. მე გულისხმობ აფხაზეთის სამხრეთ საზღვრის გაწევ-გამოწევას ან ცხინვალს. იქაც ერთი სოფელი აგვახიეს ფსოუზე. ხო და მაგას გულისხმობს. ხო, ეგ გულისხმობს იმას, რომ ძალიან ბევრ ადგილას, მაგალითად, მამისონის გადასასვლელთან, ლარსის, ისინი გადმოსული არიან, რამოდენიმე კილომეტრით არიან შემოსული აქეთ სამხრეთისკენ, ჩვენს ყოფილ ადმინისტრაციულ საზღვრებს ვეძახი, აი საბჭოთა რესპუბლიკებს შორის რაც იყო, ხო, ადმინისტრაცია, რაც უნდა გამხდარიყო, რის მიხედვითაც უნდა მოხდეს ეს დემარკაცია. ისინი დე-ფაქტო გადმოსულები არიან და ამის დაკანონება შეეცდებიან აი ამ დემარკაციით, სწორედ. ლარსში არიან ჩამოსული ალბათ 1-3 კილომეტრი, 2-3 კილომეტრით ქვემოთ. ეს მე თვითონ ტრასაზე გეუბნები ელისო და იმას რომ გავყვეთ ახლა კავკასიონზე რას მოიმოქმედებენ, ესე იგი დაუსახლებელ ზონაში სად რამდენზე გადმოწევენ ამ საზღვრებს, ხო? ეს კიდევ ცალკე საუბრის თემა არის. ასე რომ ჩემი აზრით საინტერესო პროცესი არის უდაოდ სირიაში რაც ხდება და მოდი დავაკვირდეთ ამ პროცესს წინასწარ ძალიან სუპერ დივიდენდებს ნუ გავცემთ ნურავის მიმართ და აი ამ 180 დღიან თამასუქ თუ რამდენია ხო 6 თვის 180 დღიანი თამასუქის ვადის გასვლას დაველოდოთ. მე ვფიქრობ არ გვეჩქარება ამ თვალსაზრისით არსად. სირიაში, ანუ ასადის მოხსნა და გაგდება რომ მოხდა, მაშინ ჯო ვილსონი რამოდენიმეჯერ ამბობდა იმას და საჯაროდ თქვა ეს, რომ ახალ ადმინისტრაციასთან თუ უნდა და რადგან უნდა ამერიკასთან დაალაგებას ნორმალური ურთიერთობების აღიარებები უნდა წაიღოსო.
ხო, თქვენ რაღაცა წესიერი ოპოზიცია გყავდეს იმ ოპოზიციიდან, ვინც დაჭერილი არ არის, აუცილებლად ამ თემაზე ძალიან აქტიურად იმუშავებდა და გვეცოდინებოდა ის რამენაირად არის თუ არა სირიას და ამერიკას შორის შეთანხმებების პუნქტებში რაღაცა დონეზე მაინც გათვალისწინებული ეს საკითხიც შეიძლება გვეცოდა, ან შეიძლება არც ეთქვათ მაგალითად და ისევე დახურული ყოფილი იქნებოდა როგორც ახლა არის. რამდენად შესაძლებელია ამ ეტაპზე შენი აზრით, რომ ეს სადღაც იყოს გაჩხერილი მათ შორის საკითხებში? ჩვენი აღიარების გატანის თემა? მე დარწმუნებული ვარ, რომ ეგ თემა არის და დევს მაგიდაზე. დარწმუნებული ხარ? კი, დარწმუნებული ვარ. ოღონდ ეხლა თქვენ ხო წარმოგიდგენიათ, ცოტა ასე იქ არის ბაინდერი, ხო, სადაც ესე იგი სირიასთან დაკავშირებით სირიისგან რასაც ელოდებიან, ეს საკითხები არის აკინძული ბაინდერში რა. უსულად პაპკა რო ქვია, ხო? იქ ეხლა მოდი რეალისტები ვიყოთ, ეს იქნება, არ იქნება, თავზე არიდება ეს ფურცელი. ხო, სადღაც სცენარი ალბათ უფრო სამწუხაროდ. ნუ ეგრე იქნება. მაგრამ ის რო ის მაგიდაზე დევს, მე მაგაში დარწმუნებული ვარ. 100%. ძალიან კაი. 100%. კი. იმიტომ რომ მან აღიარებების საკითხი ნახე აშარა მზად არის რაღაცა გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში საერთოდ შეუერთდეს აბრაამის შეთანხმებებს, რაც შეიძლება სწრაფად. კი, ეს თქვა ახლა გამოაცხადა ტრამპმა მათი შეხვედრის მერე, რომ მზად არის. აბრაამის შეხვედრები, ესე იგი, ახლა სიტუაციის სიმძაფრე რო წარმოვიდგინოთ, ხო? სიმძაფრე რა, უბრალოდ დრამატიზმი. ხო. სირია არის სახელმწიფო, რომელიც დღემდე ფორმალურად ისრაელთან იმყოფება ომის მდგომარეობაში. ისრაელის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ 1948 წლის გაზაფხულზე სირიამ დაიწყო სამხედრო მოქმედებები სხვა არაბულ სახელმწიფოებთან ერთად და დღემდე ფორმალურად ეს სახელმწიფოები იმყოფებიან ომის მდგომარეობაში. უფრო მეტიც, ისრაელს ანექსირებული აქვს გოლანის მაღლობები და მისი ეს ანექსია აღიარა შეერთებულმა შტატებმა, ტრამპმა აღიარა პირველ კადენციაში. კი. შარა მზად არის, რომ გოლანის მაღლობებზე უარი თქვას. ნუ, რაღაცეები სანაცვლოდ, ბუნებრივია, ტყუილა რაც იქნება უფრო ეკონომიკური მიმართულების რაღაც მომენტები, ხო? შესაბამისად, დღეს სირიასა და აბრაამის შეთანხმებების ნიშნავს, რომ მინიმუმ დიპლომატიური ურთიერთაღიარება უნდა მოხდეს. მინიმუმ დიპლომატიის დონეზე, თუმცა როგორც უკვე გითხარით, ეს შეთანხმებები კატეგორიულად არ კმაყოფილდება მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობით, იმიტომ რომ მთავარი მიზანი არის ეს ეკონომიკური კავშირების გახსნა, სავაჭრო მაგისტრალების გახსნა და ამ ჩაბეტონებული არტერიების გათავისუფლება აი ამ საშინელი, აი ომებით გამოწვეული აი ამ რაღაცა უბედურებებისგან. ამიტომ ეს მოხდება და წარმოიდგინეთ, რამდენად უაზროდ და იდიოტურად გამოჩნდება სირიის სახელმწიფო, რომელმაც აღიარა ისრაელი და მის მიერ ანექსია თავის ტერიტორიის და ამ დროს საქართველოს დე-ფაქტო რაღაცა უაზრობა გამოდის, ხო? იდიოტურ მდგომარეობაში ჩადგებიან. ამიტომ ჩემი აზრით ეს ყველაფერი იქნება აუცილებლად, იმიტომ რომ არა მარტო აბრაამის შეთანხმებებს ადრე თუ გვიან ხო ევროკავშირიც მიუერთდება. ევროკავშირი ხო ელოდება ხო რაღაცას. მოდი გულახდილები ვიყოთ. და პირველ რიგში მის ინტერესებში ამ არტერიების გახსნა, ასე არ არის? პირველ რიგში. ხო, ისინი მიუერთებიან, მაშინ შეიძლება ადრე თუ გვიან ჩვენც მიუერთდეთ. რა თქმა უნდა, ჩვენც უნდა მიუერთდეთ და ბუნებრივია, რომ და ყაზახეთმა გვაჩვენა ეს მაგალითია რა. რომ არ არის აუცილებელი რეგიონალური ბმა ამ საკითხისადმი, არის თავარი თვითონ ამ გლობალური სურათთან მიერთება, ამ გლობალურ პროცესთან მიერთება.
კი. საქართველოში ნორმალური ხელისუფლება რო იყოს, მე დარწმუნებული ვარ, ის ყაზახეთსაც დაასწრებდა და ყველას დაასწრებდა ამ აბრაამის შეთანხმებებთან მიერთებას. მილიონჯერ დაასწრებდა, ერთხელ და ორჯერ კი არა, მილიონჯერ დაასწრებდა, მაგრამ ნუ ვართ იქ, სადაც ვართ სამწუხაროდ. შენ გამოქვეყნე რა კი არა გააზიარე ბოჭორიშვილის დიდი მწუხარება იმასთან დაკავშირებით, რომ გეოპოლიტიკას ვერაფერს ვერ უშვება. მე ამაში დავინახე ის, რომ უკვე თავის თავებში საქოცეც დამარცხება აღიარებული აქვს და ეს რაღაცა ერთგვარი და პირველადი ესეთი მცდელობაა, რომ გამოაცხადოს, რომ დაუმარცხდიო, იმიტომ რომ აი Deep State-ს ვაჯობე, ომის პარტიას ვაჯობე, ომია ყველაფერი, მეორე ფრონტი არ გავხსენი, ყველაფერს ძალიან მაგარი ვარ, მაგრამ აი გეოპოლიტიკას ვერ ვაჯობეოს თქმა გადაწყვიტა ივანიშვილმა და მან რამენაირად ეგ მაპატიეთო, რომ მე მგონია, რომ ეგეც არის უდავოდ, მაგრამ არის კიდევ ერთი მომენტი. მე მგონი თავისივე მომხრეები, აი ეს ჩვენ ხო რაღა რეალურ ცხოვრებაში ცხოვრობთ ახლა, მათ შორის ეს ქალბატონი ბოჭორიშვილიც, ხო? ხო ყავს ვიღაცა ახლობელი ნათესავი, აი ოჯახში მომსვლელი, წამსვლელი ვიღაცა, ხო? მეგობარი, ვისაც ხვდება და დაუშვათ ისინიც უშვებ კი არა დარწმუნებული ვარ, რომ ისინიც ქოცები არიან. ალბათ სხვანაირად რთული იქნება, ხო? წარმოვიდგინოთ, მაგრამ შენ წარმოიდგინე რა ისა, მაგალითად შვილის დაბადების დღეა ხან რაღაცა და მოვიდა მისი ძმა, არ ვიცი, დაძმა ეყოლება ალბათ რა. ვიღაცა ახლობელი მოვიდა, ძალიან ახლობელი რა, და რძალი სამზარეულოში ეკითხება რა, მაკა ბოჭორიშვილს. გავიგე ეს Deep State რაღაც, მაგრამ კონკრეტულად ვინ არის? ვინ არის? აი ყურში მიჩურჩულოს არავის არ უეთხოვი და ხო ვერ ეუბნებიან. ხო ვერ ეუბნებიან. უახლოეს ადამიანებსაც ვერ ეუბნებიან რა. ფარული ძალებია ეგ, ფარული ძალები. გასაგებია, მაგრამ ისინი ხო სხვანაირად უყურებენ, მე მესმის, რომ შენ ხალხისთვის ამბობ ამას, რომ ფარულია, მაგრამ ყურში მიჩურჩულე ნავსინამდვილეში ვინ არის, ვერ ეუბნებიან. და ეხლა მივიდენ იმ აზრამდე, რომ ნახე ომის პარტია, Deep State-ი, მაინც ეს არის რაღაცა იგულისხმება, რომ ადამიანების კრებულია, ხო, ცოცხალი ადამიანების, რა, ვიღაცები არიან, რომლებიც რაღაცებს გეგმავენ, აი იქ რაღაცა ბრიუსელი მაგ ცოცხალ ადამიანებს მოერივნენ ესენი, გაიგე, აჯობენ. არა. და ამას ვერ არა, ეს მეტაძიჩკა მოდის სხვა ადგილიდან. იცოდე, ელისო. ეს თავისი მოფიქრებული არ არის. ამათ იმ ვიღაცეებს შეშივლეს, რომ კაცო, ვერ ვეუბნებით სახელებს და გვარებს ამ Deep State-ის და იმის. კი რაღაცა მინიშნებებს ვაკეთებთ, რომ ეს შეიძლება ეს იყოს, ან ეს იყოს, მაგრამ რო გვეკითხებიან და მუშტო გვირახუნებენ, აგერ ამერიკამ ნოტა გამოგვიგზავნა, იმან გამოგვიგზავნა, რომ რა თქვენ სულელები ხო არ ახართ, რა Deep State-ი და რა ისა. რა ვქნათ ის? ნუ რა უნდა ვქნა, ვიღაცა გაუპიროვნებელ გარემოებებს უნდა დააბრალო, ხო? ეგრე გამოდის. თუ დამინდს. ხო, ეგრე გამოდის, თუ დამინდს აბრალებენ, ხო, გეოპოლიტიკა აბა რა არის? პოლიტიკაში ცუდი ამედია, ხო, გეოპოლიტიკა. ეგ არის. მოიგონეს ეს, ამათ რა მოიგონეს, იმათ მოუგონეს, რომ ამით მოიშორეთო რა ეს, რომ იცი რა, ვიღაცა კონკრეტულს კი არ გულისხმობ, აი გეოპოლიტიკა ხო განმარტების თანახმად არის ვითარება, ხო? გარემოება. მაგრამ იქ ხო უწერია, რომ გეოპოლიტიკის წინაშე მარცხდებიო, იმიტომ რომ ჩემი დიპლომატია არავის არ ჭირდებაო და ეს ჩემი ვესენია ლაფსი ნაუში აღარ მუშაობს, ხო? ანუ გეოპოლიტიკაში, როგორც მეცნიერებაში, უნდა ვიგულისხმოთ, დიპლომატია აღარ მუშაობს. აბა რა მუშაობს? დედის გინება თუ რას გვეუბნება ეს ქალი? ნუ მე გუშინ წინ ავხსენი რას გვეუბნება, მაგრამ ოკეი. ანუ ჩემი გადმოსახედიდან ეს არის უკვე პირველი რაღაცა მცდელობები, რომ დაიწყონ ასე ვთქვათ იმის გაправება თუ ანუ რატომ მარცხდებიან საბოლოო ჯამში? ხო მარცხდებიან? არა, ეს არის პირიქით. მე ცოტა უფრო ოპტიმისტურად უყურებ ამ ამბავს, მე ვფიქრობ, რომ როიტყვიან აი ბოლო სიმღერებია რა, იმიტომ რომ როცა ხო და მაგ ბოლო სიმღერებში უკვე ჩანს რომ დამარცხებას აღიარებენ და აი ეს იყო პირველი ასეთი საჯარო აღიარება დამარცხების. უბრალოდ სათქმელი აღარ აქვს თავიანთი მომხრეებისთვის არაფერი რა, ეს სხვა აი შენ წარმოიდგინე, ნუ
ხო. იმიტომ რომ იმ მომხრეებსაც გაუჩნდათ ეს ადამიანს აი ერთი წელი გისმინე, ორი წელი გისმინე ამ deep state-ზე და რაღაცა, ხო? ჯერ იძახდი რომ ტრამპი deep state-ს ამარცხებს. მე ახლა აღმოჩნდა რომ ტრამპი თვითონ დამარცხდა იმ deep state-თან თუ რაღაცა, ხო? ესე იგი რა ხდება რა? ვინ არიან გითხარი რა? ვინ არის? ობამაა deep state-ი? პირობითად ვამბობ რა. ნუ ახლა პირველი თავში ვინც მომივიდა, ხო, თქვა პოლიტიკურად დაპირისპირებული ტრამპი. გარაზროს არ უთქვამთ, რომ ობამა და აი მისი შექმნილი რაღაცა სისტემა რომ deep state-ია, მაგას ვერ ბედავენ რატომღაც. არა. ის ერთმა მათმა წარმომადგენელმა ის თვით შემოქმედება ჩაატარა, რომ გააიგივა თუ გახსოვს იმასთან, რა ქვია, მასონებთან. აი მასონები არიანო ეგენი. ხო, ფარულძალი. კი, შტერმა ქალმა. მასონები რაღაცა. მე ეთყობა იმ ისა, რა ქვია, ყური აუწიეს, იმიტომ რომ რა მასონები, ქალო აზე მოდი ხიძე სადღა, რა მასონები, სადღა მასონები რა. და ამიტომ ისევ დაუბრუნდნენ ამ deep state-ებს და ეგეთ რაღაცეებს რა. კარგი. კიდე რამე თუ გაქვს სათქმელი, თქვი და მე შევაჭამებ. დიდი მადლობა. ხო და მე იმას ვიტყვი, რომ ამდენ ხანი იმიტომ ვილაპარაკეთ და იმიტომ შემოვუარეთ ამ თემას ყველა მხრიდან, ზედიდან, ქვევიდან და დიაგონალურად, რომ დაგანახოთ, რომ საქართველოს დეოკუპაცია გარდაუვალია. ნუ ხიხოს მოშორება რომ გარდაუვალია, მაგრამ სრული დეოკუპაციაც გარდაუვალია და დეოკუპაცია არის ჩვენი მთავარი საზრუნავი ამ არხზე. ჩვენ ვართ დეოკუპატორები. აი ლევანი უკვე დეოკუპაციას აკეთებს ეგერ დაურეკვის და აბა ეს რა დავალიანება წარმოიქმნა, ვეღარ გავიგე. ლევანი ხო არ გავთიშო, ხო არ გირჩევრია რო ცოტა ხანი დააპაუზე. ეს წამი თუ შეიძლება რომ გაგითიშო შენ ხმა. ხო, ეთყობა ძალიან რაღაცა მნიშვნელოვანზე ლაპარაკობს ახლა ლევანი, რადგან ასე მოუწია. შენ არის მიხარ. მე ვლაპარაკობ მარტო შენი ხმა გათიშულია. და მივცეთ საშუალება რომ მორჩეს და მე დაგვემშვიდობოს მთავარი აზრი ამ ჩვენი საუბრის იყო ის, რასაც მე ისედაც სულ და მუდმივად ვლაპარაკობ, რომ დეოკუპაცია გარდა იმისა, რომ ჩვენ გვინდა, ჩვენ გვჭირდება, ჩვენ ამისთვის ვლაპარაკობთ ამ არხზე, ჩანს უკვე საკმარისად კარგად ჩანს, რომ გლობალურ სურათშიც გარდაუვალი თემაა. და ხალევანიც ერთ-ორ სიტყვას იტყვის დაგვემშვიდობება და მოვრჩეთ დღეს. ხო, არის საუბარი და ახლა შეგიძლია ხო, ბოლო კითხვა შემახსენე, ელისო? არა, ბოლო კითხვა ის კი არის, უბრალოდ ვაჟამებდი, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ გვინდა და ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, ნუ მე ყოველ შემთხვევაში ამ არხზე სულ იმას ვაკეთებ, რომ დეოკუპაციაზე ვლაპარაკობ, დეოკუპაციის პოლიტიკას ვქმნი და მის ტირაჟირებას ვახდენ, უკვე საკმაოდ კარგად ჩანს, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ გვინდა და გვჭირდება ეს ყველაფერი სოფლიო სურათში და საერთოდ დიდ სურათშიც უკვე კარგად ჩანს, რომ გარდაუვალია ეს ამბავი. და მოგვიწევს. ხო, ნუ ბუნებრივია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, უკრაინის ომი და ის განსაცდელი, რომელიც ამ ომმა მოუტანა უკრაინას და პოტენციურად მომტანი არის საქართველოსთვისაც და რომელ განსაცდელში ჩვენ ვარ, ჩვენთან საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, თორე ქვეყანა ოკუპირებული აბა არის. ხო? ეს შეიძლება ჩვენთვის ესე იგი, თუ სწორად ვიმოქმედებთ, თუ ესეთი ცივი გონებით ვიმოქმედებთ და ასე ვთქვათ, დინჯად და
მეთოდურად შეიძლება იქცეს ძალიან მაგარ შესაძლებლობად. აი, უცებ შეტრიალდეს, შევატრიალოთ ისე, რომ იქცეს ძალიან მაგარ შესაძლებლობად. იმიტომ რომ უახლოესი კიდევ 3 წლის განმავლობაში, სანამ ყოველ შემთხვევაში ტრამპი და მისი ადმინისტრაცია სათავეში არიან, ხო? ეს არის ესე იგი ეს ტრენდი გაგრძელდება. ეს სოფლიოს არქიტექტურა შეიცვლება აუცილებლად. აი ყველაფერი იცვლება, ხო ხედავთ? აი ჩვენ თვალწინ იცვლება ეს ყველაფერი და უკვე მე რამდენჯერ გვიწევს რომ გაქანებულ მატარებელს შევახტეთ და არ ჩავრჩეთ ისევ იმ რაღაცა ჭაობში, რა, საიდანაც მე აწლეულები რა მოვდივართ ხოლმე, რა. აი ეს არის ძალიან კი, უკრაინის ომმა შესაძლოა პროცესი დააჩქარა, მაგრამ ჯერ ის რომ მე დეოკუპაციის პოლიტიკა 2019 წლიდან დავიწყე ამის შექმნა, ანუ მაშინ არ მქონდა წარმოდგენა რომ უკრაინაში ეს მოხდება და მაინც მესმოდა რომ ეს ჩვენ ყველა შემთხვევაში უნდა გავაკეთოთ და ისიც რომ ტრამპმა 2020-ში მიიღო ანუ თავისი პირველი პრეზიდენტობის ბოლოს და მე ვფიქრობ რომ მას ეგონა რომ მეორედაც შესაძლებელი ქონდა ანუ მოგება და მაშინვე გააგრძელებდა და სავარაუდოდ თავისი მეორე კადენციის ბოლოს იმას ვარაუდობდა რომ ამ ავრაამულით და აივით შეკრავდა ამ ყველაფერს და იქ სადღაც ბოლოში უკვე ჩანდა რომ საქართველოს გამთლიანებული უნდა იყოს ამის ყველაფრისთვის მაგრამ მე მოხდა ის რომ ვერ გაიმარჯვა ამასობაში რუსეთმა იხელთა და უკრაინაში დაიწყო ფართომასშტაბიანი და ამ ფართომასშტაბიანმა უკვე გარდაუვალი გახადა. თორემ თავიდანვე 2019-ში 20-ში უკვე არსებობდა ის გეგმა, რომ ეს ისე უნდა დაალაგდეს ყველაფერი, რომ საქართველოს დეოკუპირებული უნდა იყოს. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველოს არის ამ გეგმის ძალიან მნიშვნელოვანი. კი, ცენტრი. ხო, ცენტრია, ხო. რა თქმა უნდა, ხო და ამიტომ და რადგან ეს სურათი უკვე ჯერ კიდე მაშინ ქონდა ჩაფიქრებული, იქაც უკვე მაშინ ქონდა ჩაფიქრებული ჩვენი გათავისუფლება, რომ არ დაეწყო პუტინს და ტრამპს რო გაეგრძელებინა მეორე კადენცია მიყოლებით რო ქონოდა, პუტინი ამას ვერ გააკეთებდა უკრაინაში დარწმუნებული ვარ და შესაძლოა ამის გარეშეც დასრულებულიყო ჩვენი გამთლიანების პროცესი. ადმინისტრაცია 2018-2020 წლებში ცდილობდა ჯერ თავიდან ცდილობდა გაერკვია საერთოდ რას აპირებდა საქართველოს ხელისუფლება თუ გახსოვთ და მე ასე ვთქვათ მოდიოდა იქიდან იმპულსები და ზეწოლაც რომ სწორი გზით ეს ერთ მოიქეჭით ხო და მე რომ მიხვდა რომ ესენი სრულიად გასულები არიან ადეკვატურობის ზონიდან მე მიიღო ეს გადაწყვეტილება რომ ამათმა შეიძლება რაღაცეები ახლა გააკეთონ აქ და დაშალონ საკუთარი ქვეყანა და მე ეს რო მჭირდებაო მიიღო ის გადაწყვეტილება რომ სოფლიო მაინც არ აღიაროს ის დაშლა მოკლედ დღეს ჩვენ ხედავთ რომ აი ამ ხაზზე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მომავალ ხაზზე მიდის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მე არ გამოვრიცხავ რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ ამ 3 წელიწადში მოხდება ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი აი ძალიან ბევრი ჩვენს რეგიონში მაგალითად ნუ 100%-ით როგორ შეიძლება ამაში იყო დარწმუნებული მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით ირანში რეჟიმი დაეცემა. ძალიან დიდი ალბათობით. ეს გამოიწვევს ტექტონიკურ ძვრას საერთოდ რეგიონში. იმიტომ რომ ირანში რეჟიმის დაცემას ავტომატურად მოყვება თურქეთში მოდი ასე ვთქვათ, რეჟიმს ვერ დავარქმევ, მაგრამ პოლიტიკური პარადიგმის ცვლილება. ხო, პოლიტიკური პარადიგმის ცვლილება და მთელი რეგიონი საერთოდ აი როიწვიან შეიცვლება. საქართველოს აზერბაიჯანში სავარაუდოდ ეს მოხდება, იქაც შეიცვლება ეს დინასტია. ნუ არ ვიცი, შეიძლება აზერბაიჯანი ცოტა სპეციფიკური ის არის. და რაც მთავარია ამ 3 წლის განმავლობაში, რასაც ჩვენ უყურებთ, ხო? მოხდება, მოდი დემონტაჟს ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ ძალიან ეს არის თამამი განცხადება იქნება ჩემი მხრივ, მაგრამ რუსეთის ძალიან სერიოზული ტრანსფორმაცია. მოდი ასე რბილად ვიტყვი. ძალიან სერიოზული ტრანსფორმაცია და კიდევ ერთხელ ვამბობ, რუსეთის შავი ზღვიდან გაწევა და მე უკვე დანარჩენი იმას რას უზამს თავის ტერიტორიიდან უკვე არ აქვს ამას ტრანსფორმაციაში, დიახ.
ასე რომ ყველაფერი კარგად იქნება თუ კიდევ ერთხელ ვამბობ ჩვენ გონს მოუხმოთ ცოტა ემოციებს უკან გავწევთ და ვიმოქმედებთ სწორად სწორ ორიენტირებს დავსახავთ სწორ ამოცანებს დავისახავთ და ასე ვთქვათ რეალობას სწორად შევაფასებთ, სწორი კუთხით დავინახავთ მოვლენებს და ხო, კი ბატონო და შეფასებას მივცემთ ამ მოვლენებს სწორად. კი. რაშიც ძალიან გვეხმარები. დიდი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა და კარგად გრძელდებოდეთ. სასიამოვნო იყო.